ვადო, ახალგაზრდა კაცია, რომელსაც ხედავ, რომ აქვს მცდელობები, რომ იყოს განსხვავებული, არ იყოს აფილირებული ამა თუ იმ პოლიტიკურ პარტიასთან, ხვალ რომ თქვენი ჯგუფის ხმამ შეაწუხოს ოცნება და ბიძინა ივანიშვილი დამიჯერეთ თქვენი სასამართლო პროცესების გაშუქებაც მოგვიწევს თუ ჩვენც ვიქენით მაგ დროისთვის პირდაპირ ეთერში. როგორი აბსურდია მართლა, ხო და ჯაჭურია ყველაფერი ერთმანეთზე გადაჯაჭული. აი, თქვენ როგორ უყურებთ, ვატო, საერთოდ ამ ქვეყანაში რანაირად ხედავთ ამ ხალხის დამარცხების შანსს, თუ კი მით უმეტეს ესე, როგორც კახამდაყო ეხა რუსები და ქართველები, ანუ აი ამ ხალხს როგორ ვერევით? აი, თქვენ როგორ უყურებთ ამას? მოგესალმებით, პირველ რიგში მადლობა. მადლობა თქვენ. ეგ საფრთხე ზოგადად არის და რეალური არის ეგ საფრთხე და რა ვიცი, ჩემ თავზე რო აღარ ვიდარდო, ჩემ მეგობრები არიან ციხეში, ჩემ ხელა და ჩემს პატარა ბიჭები არიან ციხეში და სადაც ისინი არიან იქ და სადაც აი ეს ბრძოლა მართლა უკვე ამ დონეზე არის ასული, რა ვიცი, მე არსაწასვლას არ ვაპირებ, აქ ვარ, საქართველოში ვარ და ბოლომდე გავაგზავნე მაგისთვის ბრძოლას და მე უბრალოდ ცოტა უფრო პოზიტიურად ვარ განწყობილი და რა მაძლევს ახლა მაგ ოპტიმიზმს. შემოგვაშველე, გჭირდება ეს საჭიროა, მაგრამ პოზიტივი. მე რა ვიცი, იმიტომ ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ასე თუ ისე ვცდილობ, რომ რაღაცა ვიარო და ეხლა დავდივართ სართული ჩვენი მოძრაობა, ახალი მოძრაობა, ახალგაზრდა ხალხი ვართ, ვიზრდებით, ახლა ვცდილობთ ვიაროთ რეგიონებშიც მათ შორის, ვცდილობთ ვიაროთ სხვადასხვა ბევრ ადამიანს, ბევრ ხალხს ველაპარაკოთ იდეაში რა. და რასაც ვხედავ, რაც მესმის, რასაც ამ ადამიანებთან, ხალხთან, ეს არ აქვს მნიშვნელობა, ახალგაზრდა იქნება, უფროსი თაობა იქნება, შუახნის ადამიანი იქნება, რასაც გზნობ და ვამჩნევ, არის ის, რომ მართლა ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობას ყელში აქვს ამოსული. ჯერ ის, რომ 16 წელი ესენი არიან და შეუცვლელი არის ყველაფერი. ნუ ხო, 16 წელი, ბოდიში, 14 წელი ესენი არიან, ამერია, უკვე იმდენი ხანი არიან, ამერია, ანუ რომ მოვიდნენ, ვიყავი პატარა ძალიან და ნუ აი ფაქტობრივად ამაში გავიზარდით ყველა. და ბევრმა რაღაცამ ჩვენთვალწე გაიარა. თავიდან კარგმა, მერე ცუდმა, რა ვიცი. ხო და იცი როგორ რაღაც არის? როცა ადამიანს ველაპარაკები და რაღაცა კომუნიკაცია მაქვს, ხედავ რომ მართლა ყელში აქვს ამოსული და რა აქვს ყელში ამოსული იდეაში რა. ჯერ მე ვერ ვხედავ იმას, რომ ნებისმიერი ადამიანის ციხეში გაშვებით და იმით, რომ ჩემზე პატარა და ჩემ ხელა ბიჭები ციხეში ზიან, რა ვიცი, ჩემ მეგობრები, გელა, საბა, არა მარტო ჩემ მეგობრები, თორნიკე, ანდრო, რეზო, ეგენი რო ციხეში ზიან და მათ სასამართლოებს რო უყურებდით და ისინი რო ნუ რა თქმა უნდა ეს მათი ღირსება არის იქ რო არიან და ღირსებას არ გადააბიჯეს. მაგრამ ისინი რო ციხეში ზიან, მე არ მჯერა რომ ეგ ვინმეს, თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩეველს უმჯობესებს ცხოვრებას. მე ვერ ვხედავ მაგას, რომ იდეაში ვიღაცა შეიძლება ხორცი გაუიაფთეს და პროდუქტი გაუიაფთეს იმით, რომ ვიღაცა ესენ ციხეში გაუშვებენ და რომელიღაც პარტიას აკრძალავენ. მე ვერ ვხედავ იმას, რომ ერთით ნაკლები ახალგაზრდა ადამიანი და ერთით ნაკლები ადამიანი ზოგადად ემიგრაციაში წავა, აღარ წავა იმ მიზეზით, რომ ვიღაცას დაიჭერენ და რომელიღაც პოლიტიკურ პარტიას აკრძალავენ. მე ვერ ვხედავ, რომ რამე გაუმჯობესება ამას ეკნება და როცა ხედავს ხალხი და მე მჯერა რომ ხედავს ამას ხალხი და მე მგონია რომ რაღაცა ბაბლებში ვართ ხოლმე ძირთად ჩაკეტილი და გგონია რომ აი მოსახლეობის უმრავლესობა ნიჰილიზმშია. არა, უბრალოდ ეხლა ეგეთ პერიოდი არის, პოლიტიკური უიმედობაც არის, ალტერნატივაც ხო, გასაგებია რომ პოლიტიკური ლიდერები ამ სიტუაციაში არიან ახლა, მაგრამ აქამდეც როცა ამ სიტუაციაში არიან, ხალხი და ალტერნატივას ვერ ხედავდა მათში და რაღაცას ელოდება ხალხი და მე მგონია რომ რაღაც მომენტი მოვა. როცა ხალხი თავის სათქმელს იტყვის და კი არ იტყვის თავის სათქმელს ზალადობით და იმით რომ ესენი იმუქრებიან რომ სამოქალაქო ომი და რაღაც არანაირი ქართველებს ერთმანეთში გასაყოფი არაფერი არ გვაქვს. ქართველ ადამიანს, თუნდაც მე ქართული ოცნების ამომრჩეველთან და არავის ამომრჩეველთან, ეხლა მე არ წარმოვადგენ ას ნაციონალურ მოძრაობას, ას ქართულ ოცნებას და არც ერთ ჩვენსაც ვაკეთებთ რა, ჩვენი ახალგაზრდული საქმე, მაგრამ მე არ მაქვს არავის ამომრჩეველთან გასაყოფი რეალურად, რომ ყველას გვაქვს ერთი საქართველო, ყველას გვაქვს ერთი სამშობლო რეალურად რა და მე რომ მათაც ვესაუბრები მათ შორის და ეხლა სახლობლოში წყავს, არა მარტო სახლობლოში ქუჩაში როსაც ვესაუბრები, ცნობენ რაღაცა კომუნიკაცია როცა გვაქვს ვერ ვხედავ რომ ამ ცირკის ყურებით რასაც ოცნება აწყობს რა რომ აი იქ სასამართლოები დაჭერა ხალხის იქ ვიღაცას აუკრძალავ ამას ასე უზავ მე ვერ ვხედავ რომ ხალხი ამაში და თუნდაც ქართული ოცნების ამომრჩეველი ამაში ხედავს ხსნას და ამაში ხედავს გამოსავალს და მგონია რომ რაღაც მომენტში მართლა ყელში ამოვა ყველაფერი და ისეთი დიდი უმრავლესობა არის უბრალოდ ამით გაწმილებული უკვე ვინც თუნდაც 20-24 ქართულ ოცნებას მისცახმა და 25 არჩევნებზეც იყო მაგალითად რა და ოცნებას მისცახმა ეს ხალხიც კი უკვე ხვდება რა რომ ესე გაგრძელება აღარ შეიძლება ანუ აქ აღარ არის ლაპარაკი რომ ევროკავშირში ვერ შევალთ ანუ აქ არის ლაპარაკი იმაზე რომ მართლა აი უსკულისკენ წავალთ ტოტალურ დეპრესიაში აცხოვრებენ როგორ რაღაცაა რომ ანუ იმის გარდა რომ ხო პოლიტიკურად ასეთ სიტუაცია არის და დევნა
იმედობა, უპერსპექტივო. რაღაც ვამბობ, ყველა სახლობელი ემიგრაციაში მიდის. არ არის არავინ, არც აქ და არც ზოგადად ქვეყანაში, რაც ახლობელი ემიგრაციაში არ ყავს წასული. ყველაფერი ძვირდება და კობახიძე გამოდის დაქცინის, როგორც ერთ ქართულ ადამიანს დაქცინის და დამცინის მეც, რომ ხორცი 10 ლარი ღირსო თუ რაღაცა სისულელებს ლაპარაკობს, თუმცა მიდიხარ და სხვა რეალობა ხდება მაღაზიაში. ხედავ რომ, რა ვიცი, არაფერი არ უმჯობესდება პენსიონერისთვის, არ უმჯობესდება ვეტერანისთვის, არ უმჯობესდება თუნდაც იმისთვის, ვინც სისტემაში არის ახლა რა. პოლიციელსაც კი რომ შელახული აქვს ღირსება იდეაში რა ესეც აი ამათ შექმნილი სისტემის დამსახურება რომ პოლიციელი ყველას გონია ის რომ აი მიუვარდა ვიღაცას და გორში როგორც ცემა ისე ცემა ან განყოფილებაში როგორც ცემა ის ცემა თქვენ ტელევიზიას ქონდა ეგ როგორც ვიცი ნაჩვენები ეგ ანუ იდეაში ეგ არ უნდა იყოს ღირსება უნდა დაუბრუნდეს ამას და იდეაში მაგაზე ჩვენც ხშირად ვსაუბრობთ რომ პოლიციელსაც ჯარისკაცსაც მეხანძრემაშველსაც ექიმსაც ანუ რაც კი სახელმწიფოს მასწავლებელსაც სახელმწიფოსანაც არის კავშირში ყველას უნდა ქონდეს მეტი დაფასება რომ ნორმალურ ქვეყანაში იქნება მეტი დაფასება და ამას რო ხედავს თუნდაც ის მასწავლებელი თუნდაც ის ბაღის აღმზრდელი ვინ შეიძლება კოორდინატორი იყო ქართული ოცნების რომ ხედავს ის პოლიციელიც თუნდაც რომ ხედავს ექიმი ვინ შეიძლება არ იყო ჩემნაირად არ ფიქრობს ახლა ან არ ფიქრობდა აქამდე და რო ხედავს რომ მართლა რაღაცა შეიძლება შეიქმნას ამ ქვეყანაში რომ რაღაცას პირობითად ჩაკუჩაარტყავენ თავში და რაღაცას პირობითად მოკლავენ მათი ჭკუით წამოვა უცებად ახალი ანუ ეს საპროტესტო განცდა არ მოკვდება კარგი მოდი მე ახალზე და გასაკეთებელზე ვისაუბროთ ხო ცოტა სხვა კუთხიდანაც შევხედოთ ჩვენს გასაკეთებელს კი მე არ მჯერა რომ ერთ ადამიანს ერთ ქართველს ვინმეს დაჭერა და ვინმეს აკრძალვა რამენაირად ან ხელფასს მოუვადეს ან ხორცს გაუიაფებს ან ახალგაზრდა სამხედრო ადგილს შეუქმნის გეთანხმები